ხო, მოგიწევთ შემოტრიალება ცოტა რა ვიცი. მეგობრებო, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენ სკოლაში მიმდინარეობს პროექტი იდეიდან ხელოვნურ ინტელექტამდე. რაც საშუალებას გაძლევთ იმისა, რომ ნახოთ ერთმანეთთან როგორ ჭიდროდ არიან დაკავშირებული სხვადასხვა მეცნიერებები. გარდა იმისა, რომ პროექტის ფარგლებში ვმუშაობთ ყველანი სხვადასხვა თემებზე, სკოლამ გადაწყვიტა დაგეგმილიყო სტრიმ გაყვეთილი, რომელიც გულისხმობს ერთმანეთთან სამი საგნობრივი კათედრის, ქართული ენა, ლიტერატურის, მათემატიკისა და მუსიკის ხელოვნების კათედრის ერთმანეთთან ურთიერთკავშირს. ძალიან საინტერესო თემა შეგირჩიეს პედაგოგებმა, ეს არის სიმეტრია და როგორ აისახება ეს თემა ქართულ ლიტერატურაში, მუსიკაში და მათემატიკაში, ამას ჩვენი პედაგოგები მოგახსენებენ გაკვეთილის განმავლობაში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. როგორც ქალბატონმა ლელამ აღნიშნა, ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის მიზანი არის ზოგადად საგნების ურთიერთკავშირის ჩვენება კიდევ ერთ თემაზე. ამჯერად შერჩეულია თემა სიმეტრია და შევეცდებით და განახოთ, რომ მათემატიკა არ არის მე ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან შევეცდები, რომ კიდევ ერთხელ დაგანახოთ, რომ მათემატიკა არის გარესაყაროს მოდელირება საბოლოო ჯამში. ყველაფერი თქვენ, რასაც სიღრმისეულად სწავლობთ, აუცილებლად ასახავს გარემოსთან ჩვენ კავშირებს, პირდაპირ და არაპირდაპირად, რთულად თუ მარტივად. და დღევანდელი თემით ჩვენ გავიხსენებთ ზოგადად სიმეტრიას მათემატიკაში, რამდენიმე პრაქტიკულ სავარჯიშოსაც გავაკეთებთ და შემდეგ ქალბატონი ნატო და ქალბატონი თეა თავის საგანთან ურთიერთკავშირს ამ თემასთან მიმართებაში კიდევ ერთხელ დაგანახებენ. რამდენიმენაირი არსებობს, ღერძული სიმეტრია არსებობს, ცენტრული სიმეტრია არსებობს, სიბრტყის მიმართ სიმეტრიაც არსებობს. თუმცა დღეს ჩვენ შევჩერდებით მხოლოდ ღერძულ სიმეტრიაზე. ღერძული სიმეტრია ზოგადად და არა მარტო ღერძული, ცენტრულიც და სიბრტყის მიმართ სიმეტრიაც ნამდვილად ბუნებაში და არქიტექტურაში ერთ-ერთი ყველაზე თვალში საცემი რამ არის, რაზეც სავარაუდოდ თქვენც გიფიქრიათ, შეიძლება ჩვენზე მეტადაც გიფიქრიათ. სიმეტრიულებად, ხო? ითვლება ხელოვნებაში, თუმცა ქალბატონი თეა ალბათ უკეთესად ისაუბრებს ამაზე, რომ სიმეტრია გარკვეულ ჰარმონიას ქმნის თვალისთვის, ყურისთვის და ადამიანი ყოველთვის მაინც მიისწრაფოდა გარკვეული სიმეტრიისკენ. კარგია, მაგალითად სიმეტრიის ღერძად, რომ Y ავიღოთ, 2 წერტილი გიდასტურებ. მოდით თუ გაქვთ სურვილი, მაგალითად ამ წერტილის სიმეტრიული მოცემული ღერძის მიმართ ამ პეპლისთვის რომელი წერტილია, მოდი მოვნიშნოთ და ღერძთან მიმართებაში რომელი გამოხვალთ და მოვნიშნოთ. თუ გაქვთ სურვილი, მაგალითად ამ წერტილის სიმეტრიული მოცემული ღერძის მიმართ ამ პეპლისთვის რომელი წერტილია, მოდი მოვნიშნოთ და ღერძთან მიმართებაში რომელი გამოხვალთ და მოვნიშნოთ. უდასტურებთ, ხო ესეა? მოდი შეაერთე ეგ 2 წერტილი ერთმანეთთან. კი. სიმეტრიის ღერძი ამონაკვეთის რა არის? მოდი მაინც ყოველთვის Y არ იქნება. უფრო გვახსოვს შუა მართობი. ანუ შუა წერტილზე გავლებული მართობი. მათ უკან მარკერი, ანუ აუცილებლად ღერძი ამონაკვეთის შუაშია, მაგრამ შუაში შეიძლება ბევრი წრფე გავავლო, მაგრამ ეს მაინც და მაინც როგორი წრფეა? მართობული. ღერძული სიმეტრიის დროს, ანუ წერტილებისთვის ეს ღერძი არის როგორი წრფე, ბავშვებო, რა ვთქვით ესე იგი, როგორი წრფეა? შუა მართობი. ანუ შუა მართობი ყოფილა ფიგურის ღერძული სიმეტრიისთვის ყოველი წერტილი აისახება შუა მართობის მიმართ. და მოდი თქვენ შეგეკითხებით, აი თამიმდევრულად მივყვეთ, მოდი პირობითად პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე. აი პირველ ფიგურას გააჩნია თუ არა თქვენი აზრით სიმეტრიის ღერძი, თუ გააჩნია რამდენი, რომლები დაფიქრდით და ხელსაწევით რაღაცნაირად იქნებ გვიპასუხოთ. გააჩნია თქმა უნდა მრავალი მონაკვეთი აქვს. წრფე აქვს, რომელიც შეიძლება მრავალი რას ნიშნავს? ანუ უამრავი თუ სრულად ბევრი თუ სასრული? უსასრულოდ ბევრი არა.
ერთი ღერძი, უდაოდ, მეორე. 8. არის თუ არა სიმეტრიის ღერძი, თუ შეგიძლიათ ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი გაკვეთილის ერთ-ერთი ნაწილი ამ თემაზე საუბარიც. აბა რატომ მოეწონა თქვენი აზრით? კი, არის. სიმეტრიული ფიგურები ნიშნავს თუ არა ტოლ ფიგურებს? სიმეტრიულები შეიძლება რომ ტოლები არ იყვნენ, ანუ წეღან რომ სიმეტრიის ღერძები გავლეს, სანდრო შენ. ისინი ყოფდა ტოლ ფიგურებად? სანდროს შემთხვევაშიც იყო ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იქნება, აი აქ რომ მოვალთ მე ვისაუბროთ, რა ფიგურაა? ეს მართკუთხედი, მოკლედ შევთანხმდით, ეს არ იყო სიმეტრიული, წესიერი, ეს რამდენ კუთხედია? 7. დიახ. ანუ ერთს აქვს ლუწი რაოდენობის კუთხეები, მეორეს კენტი, ხო? გთხოვთ დაფიქრდით, თუ გდებათ მუხაზეთ და მე გამეცით პასუხი, რომელს რამდენი სიმეტრიის ღერძი აქვს და რაღაცნაირად ლუწი რაოდენობის წვეროები და კენტი რაოდენობის წვეროები სიმეტრიის კუთხით ცოტა განსხვავებას გვაძლევს თუ არ გვაძლევს? კუთხეთს თუ რა კუთხე? მოდი გავავლე. ჩვენ წრფეებს ვითვლით, სანდრო. ანუ მოდი დააკონკრეტებ არა მათემატიკურად გვერდების როგორი წერტილები შეაერთე? შუა წერტილები და კარგი. ეს 4 აქვს უდაოდ. წვეროებზე არა გაგევლო, დიდი დიაგონალები. რამდენი ცალი გვაქვს? დიაგონალი? ხო, კიდე სიმეტრიის ღერძები საბოლოო ჯამში. ანუ 4 მოპირდაპირე გვერდის შუა წერტილი შეაერთა, გამოუვიდა 4 სიმეტრიის ღერძი. ვეთანხმებით? კი ბატონო. ეხლა რა მაინტერესებს წვეროები რო შეგერთებენ, თუ გადატვირთულია, თუ გინდა ეგ წაშალე და მოპირდაპირე წვეროები რო შეგერთებინ. აჰა, აქ უკვე წვერო მოპირდაპირე გვერდის შუა წერტილთან ერთება, ხო? იქ თუ წვეროები ლუწის დროს, ან გვერდების შუა წერტილები, კენტის დროს რეები მაშ დამიკონკრეტეთ. წვერო და მოპირდაპირე. მოპირდაპირე გვერდის შუა წერტილი. რამდენი ცალი გამოგვივიდა? 1 გამორჩა. მოდი. აჰა, აქ უკვე წვერო მოპირდაპირე გვერდის შუა წერტილთან ერთება, ხო? იქ თუ წვეროები ლუწის დროს, ან გვერდების შუა წერტილები, კენტის დროს რეები მაშ დამიკონკრეტეთ. წვერო და მოპირდაპირე. მოპირდაპირე გვერდის შუა წერტილი. რამდენი ცალი გამოგვივიდა? 1 გამორჩა. მოდი, რამდენი წვეროც გვაქვს, ხო? იმდენ, ანუ ყოველი წვეროდან განსხვავებული სიმეტრიის ღერძი გამოვა, ხო? ანუ კენტი რაოდენობის კუთხე გვაქვს წესიერ მრავალკუთხედში თუ ლუწით ცოტა სურათი განსხვავდება, მაგრამ რაოდენობაში რამდენ კუთხედიც გვაქვს, მაინც იმდენი სიმეტრიის ღერძია. კი ბატონო. უდაოდ, დიახ, გახსოვთ, რომ ტოლ ფიგურებად ყოფს უდაოდ დიაგონალი, მაგრამ დიაგონალზე გადაკეცვის შედეგად ვერ ვამთხოვთ, ხო, ერთმანეთს? რა შემთხვევაში გამოვა მართკუთხედისთვის დიაგონალიც სიმეტრიის ღერძი? რა შემთხვევაში? დიახ. ანუ როდის არის, რომ თან მართკუთხედია და თან დიაგონალები ურთიერთმართობული აქვს? კვადრატის შემთხვევაში. ანუ გესმით, რომ თუ კი გვერდები იქნებოდა, უკვე მეზობელი გვერდები ერთმანეთის ტოლი, კი ბატონო, და კვადრატის სიმეტრიის ღერძებად ეს ორიც იქნებოდა და დიაგონალებიც დაემატებოდა. კი ბატონო, მადლობა ქეთო. ამ ფიგურას ექნებოდა სიმეტრიის ღერძი? ზედა წვერო და ქვედა წვერო. დახრილი, როდესაც არის სიმეტრიის ღერძი, ცოტა უფრო რთულია იქ ახმა და იქ უფრო გჭირდებათ მათემატიკურად იმის გაცვლა, რომ შუა მართობები გჭირდება. მოდი, აბა ვის შეგიძლიათ გამოხვიდეთ და აქედან რომელიმე შემივსოთ და ერთიც იქიდან შევავსოთ. იქ ცოტა რთულდება დახრილი, რადგან არის, მაგრამ წერტილებია მონიშნული და რაღაც შუა მართობის იდეაც დაგეხმარებათ. აქ ესე შევავსებთ. კი ბატონო. დათა შენც გააკეთე რამე აქედან და მე იქ კი ბატონო. არა, თუცა გადათვალე, რამდენი კუთხე აქვს. კუთხეები დაგვითვალე, ძალიან მიფამადვი. აი ესე, კი. აქ ესე მოდი, ისევ კარგად დააკვირდი ამ ნაწილს, ნუ ჩქარობ. მართობულია, ხო? მე მათ შეერთებით. აი ესე. და ეს მიღებული, აი ესე. კი ბატონო.
რთულია ხალხო დახრილთან ცოტა რთულია. თუმცა წერტილები კი ბატონო, აი მშვენივრად წაიყვანო. ხო. ერთიანობაში ფიგურის ხელით მოხაზვა არ არის მარტივი, წვეროები მონიშნათ, ხო? ქალბატონი ნატო ახლა თავის მიმართულებით კიდევ ამ თემაზე ცოტა მათემატიკურად შებიჭერით და რაღაც თემას რო არ გადაუხვიო ძალიან ღერძულ სიმეტრიაზე მოკლედ წარმოდგენა შეგვექმნა ვერ ვიტყოდი რომ მაინც და მაინც დღეს წარმოდგენა გქონდათ გესმით და ქალბატონი ნატო ახლა ლიტერატურაში ძალიან საინტერესოდ წარმოაჩენს კიდევ ამ თემას. თქვენ ძალიან საინტერესოდ ისაუბრეთ სიმეტრიის შემთხვევებზე მათემატიკაში და დღეს ვეცდები რომ სიმეტრია დაგანახოთ უკვე პოეზიაში, ლიტერატურაში. კერძოდ გალაქტიონ ტაბიძის უმშვენიერესი ლექსის ქებათა ქება ნიკორწმინდას მაგალითზე. სწორედ ამ ლექსში ამოვიცნობთ ჩვენ იმ კანონზომიერებას, რომელსაც თქვენ ახლა წააწყდით მათემატიკაში. მე მინდა შეგახსენოთ და გაგაცნოთ ლიტერატურასა და პოეზიაში რა ეწოდება სარკისებურ არეკლას, კერძოდ სიმეტრიას. ეს გახლავთ პალინდრომი. თუ დააკვირდებით მოცემულ სტროფს, ნახავთ რომ შეიძლება ამ სტროფში სიმეტრიის ღერძის გავლება. ამ პალინდრომის ავტორი გახლავთ გალაქტიონ ტაბიძე. თუ შეიძლება წავიკითხოთ და დავაკვირდეთ რა ეფექტს მიაღწია გალაქტიონ ტაბიძემ სიმეტრიით. აი რამზის სიზმარია, აი რევი ივერია, აი დროშა, აშორდია, აერების სიბერეა. მე დაგისვამთ ახლა შეკითხვას მათემატიკაში მიღებული გამოცდილებით, სად გადის აქ სიმეტრიის ღერძი და როგორი სიმეტრიაა მოცემული აქ? აბა როგორ? ალბათ აქ, ხო? რა ქვია? დაგვეხმარეთ. ეს ჰორიზონტალურია თუ ვერტიკალური სიმეტრია? ალბათ ვერტიკალური სიმეტრია არის. პოეზიის კავშირი ერთად დავინახოთ. გრიგოლ რობაქიძე წერდა გალაქტიონ ტაბიძის ლექსის ქებათა ქება ნიკორწმინდის შესახებ, რომ ეს შაირი შედევრი გახლავთ, რომ გალაქტიონ ტაბიძეს ამ ლექსის გარდა რომ არ დაეწერა არაფერი, მაინც დაიმკვიდრებდა სათანადო ადგილს ქართულ პოეზიაში. რით მიაღწია გალაქტიონ ტაბიძემ შედევრს, სწორედ ამას დავუკვირდებით. მოგეხსენებათ, როდესაც პოეტს ხელთ აქვს უამრავი ხატულ გამომსახველობითი საშუალება, მას შეუძლია ობიექტის უნახავად შექმნა საოცრება. თქვენ იცით ალბათ ამ ლექსის შექმნის ისტორია, ალბათ კი არა დარწმუნებული იცით, იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე, რომ გალაქტიონს თვალითაც არ ჰქონდა ნანახი ნიკორწმინდის ტაძარი და როდესაც მას ამ ტაძრის შესახებ მოუყვა ნიკორწმინდელი დურგალი, პირობა დაუდო მას, რომ აუცილებლად შექმნიდა ამ ტაძრის სადიდებელს და საგალობელს. მართლაც შინაარსობრივად თქვენ გაეცანით ამ ლექსში ხატრული სახე არის შექმნილი ტაძრისა, მაგრამ მასში გამოყენებულია უამრავი ხატრული საშუალება, რამაც გამოიწვია რიტმი, შექმნა ჰარმონია და საბოლოოდ მივიღეთ საოცრება. ახლა მოვუსმინოთ თავად ლექსის ჩანაწერს და შემდგომ ჯგუფებში შეასრულე დავალება. ერთად ვიკულიოთ, რა საშუალებები გამოიყენა ავტორმა სწორედ ამ შედეგის მისაღწევად. კერც მიდებული ქნარი როგორც მინდა, ჩემთვის დიდებული სხივი გამოვაწყდა. კვიდრად ააშენა, ვინაც ააშენა და ცით დაამშვენა დიდი მიგოცა. გზნებით დამკარგავი გრძნეული ჩუქურთმებით, კარგი დამკარგავი ნაზი შუქურთმებით, ნეტა ვინასიდა, ამ როგორასიდა, რა ხელმა ასიდა მაღლა ნიკოცა. პირველი ჯგუფი მუშაობს ტექსტში სივრცის სიმეტრიულ დაყოფაზე. გთხოვთ, რომ ამოიწეროთ ტექსტიდან მიწიერი და ზეციური ასპექტების სიტყვები, რომლებიც განასახიერებენ ზეცას და სიტყვები, რომლებიც განასახიერებენ მიწას და ასე დააკვირდით, როგორ არის ლექსში წარმოჩენილი სიმეტრია. წვლიანი ტაიპით არის დაწერილი ლექსი, რა სალექსო საზომს ირჩევს გალაქტიონი ჰარმონიის შესაქმნელად. რომელს გნებავთ ეს დავალება, რომელ ჯგუფს? მესამე ჯგუფი იმუშავებს რიტმულობაზე, ხატრულ ხერხებზე და საშუალებებზე. კერძოდ დააკვირდება ალიტერაციებს, გრადაციებს ლექსში და მოკლედ თანხმოვანთა რიტმულ გამეორებას. და მეოთხე ჯგუფი იმუშავებს და გენერირებს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ლექსს.
თქვენ მისცემთ იმ სალექსო საზომის დაკვეთას, რომლითაც გალაქტიონმა ლექსი ქებათა ქება ნიკორწმინდას დაწერა და ნახოთ ხელოვნური ინტელექტი რას შექმნის. იქნება თუ არა ის შედევრი, გაუტოლდება თუ არა გალაქტიონის ლექსს. დავალება აქ არის და ინტერნეტი და ტელეფონი გჭირდებათ. დაწეროს 6 მარცვლიანი ტაებით, ჯვარე დიდი რითმა გამოიყენოთ, ასე შეცვლის, იმედი მაქვს შეცვლის. აბა სცადე. ხატული საშუალება, რომელია გრადაცია? შეგიძლიათ აქვე მოვიშნოთ და კიდევ გადაწეროთ გრადაცია. სიმბოლო არის ეცი. როგორც ხედავთ, პირველი 3 ჯგუფის დავალება ასეა განაწილებული. პირველმა ჯგუფმა უნდა ისაუბროს სივრცის დაყოფაზე, ზეციურ და მიწიერ ნაწილებად ლექსში. მეორე ჯგუფი ისაუბრებს სალექსო საზომზე, ტაეპებსა და რითმსა და რიტმზე, ხოლო მესამე ჯგუფი მხატვრულ ხერხებსა და საშუალებებზე გაამახვილებს ყურადღებას. თუ შეიძლება შუქურთმა ზეციურად, თუ შეიძლება და აგვიხსენით. როგორი სიტყვაა შუქურთმა? ეს გალაქტიონის გამოგონებული სიტყვაა და ზეციურთან ასოცირებული შთაბეჭდილებას ტოვებს. დიახ. და ასევე დავწერეთ ამ ზეციურ შორის შუაში რაც შეიძლება იყოს. დიახ. რაც არის სიზმარი, ნიჭი, ქმარი, ფრთები და ნატურა. ლექსი, რამდენი მარცვლიანი ტაიპისგან შედგება ლექსი და დავასრულებ 6 მარცვლიანი ტაიპისგან შედგება ქებათა ქება ნიკორწმინდას. ლექსი ასევე რამდენი მონაკვეთები ყოფა თითოეულის სტრიქონი. დავასრულებ რომ თითოეულის სტრიქონი 2 არათანაბარი მონაკვეთები ყოფა. 2+4 გამოდის მათემატიკურად მიმოჩერებ. დეთანხმებით. პირველი მონაკვეთი მაქვს მკერდს მიდებული, მხარი როგორც მინდა. შემდეგი კითხვა იყო ისაუბრეთ სალექსო საზომ ოქტავაზე, რის განსხვავდება გალაქტიონის ოქტავა და რა ფუნქციას ასრულებს. გალაქტიონის ოქტავა შედარებით განსხვავებულია ზოგადი ოქტავისგან. საწარმოიშვა ოქტავა, როგორც სალექსო საზომი. იტალიაში წარმოიშვა ოქტავა, როგორც სალექსო საზომი და ქართულ პოეზიაში ვინდა ამკვიდრა? გალაქტიონ ტაბიძე. მადლობა. ეს იყო პირველი ქართველი, რომელმაც გამოიყენა ესეთი გარიგნის სისტემა საქართველოში. ზოგადი გარიგნის სისტემა ასეთია A-B-C-C. დიახ, ტაეპებს თუ დავნომრავთ ლათინური ასოებით, ნამდვილად ასე არის კლასიკური ოქტავა. გალაქტიონი როგორ ასხვაფერებს მას? გალაქტიონის გამოდის A-B-C-C-B. დიახ, აი ეს AB რას წარმოადგენს? როგორი გარითმა არის? რა ქვია ასეთ რიტმს? როდესაც პირველი, მესამე, მეორე და მეოთხე ტაეპები ერითმება ერთმანეთს. რა ქვია ასეთ რიტმას? მადლობა, მარიამ. ნამდვილად ჯვარედინა რიტმა შეხვდა ჰარმონიის მისაღწევად ლექსში. კი, წამოდგეთ ის უკვე. დიახ, არის თუ არა ეს გალაქტიონისთვის დამახასიათებელი? დიახ. შეიძლება იყოს სიტყვების იგონებს ხოლმე. დიახ. დიახ. შეგვიძლია ამ სამხერს როგორც ხო, არასა ბევრ სხვადასხვა ხერს, რითაც შეიძლება ალბათ გალაქტიონის ამოცნობა ყოველთვის. შეგიძლია ჩამოთვალო რა მხატვრულ საშუალებებს იყენებს გალაქტიონი, რომლითაც ამოიცნობა მისი ხელწერა. აი მაგალითად ქებონიკოსმინდაში გავხაზეთ ჩვენ. დიახ. ძირითადად როგორც ვახსენებთ. დიახ. ეს სამეჯერში ალტერაცია, გადაცია და დიახ. ლიცენზია. დიახ. ლიცენზია არის ენობრივი ნომრების დაღლება. მადლობა. გადაცია არის კადრების გაძლიერებული გამეორება. დიახ. ალტერაცია არის თანხმოვნების რიტმული გამეორება ტაიპში. მადლობა. რა მაგალითები შეამჩნიეთ? მაგალითად გრადაცია იქნება ნეტავი მოგქარგა და როცა მოგქარგა შიგნით მოგქარგა. შეიძლება? დიახ. გრადაცია, ალტერაცია შიგნით არა, ხო? გრადაციის სხვა მაგალითიც თუ შეიძლება, ნებისმიერი გამოგვეთა, ვინაც გამოგვეთა, შიგნით გამოგვეთა. მადლობთ. ალიტერაციები? ალიტერაციას კი, ხო, ფრთიან ფასკუნჯი. აჰა. შეიძლება
ფრთიანი ფასკუნჯი ფრ თანხმოვნების რიტმული გამეორება. დიახ. უფრო გრადაცია შეამჩნიეთ მეტად. აი ალტერნატიები შეიძლება იყოს დარობს რამდენად. დიახ, დარობს რამდენად. დიახ, მადლობთ. პოეტური ლიცენციის 1-2 მაგალითი თუ შეიძლება? ფრთიანი ფასკუნჯებითა ლიცენზია. დიახ. ალტერნატია ლიცენზია. დიახ. რატომ არ ღვევს გალაქტიონი ენობრივ ნორმას ამ შემთხვევაში ფრთიან ფასკუნჯებით მაგალითად და რატო არ მყოფს რითმაში ჩაჯდეს და კიდევ მარცვალთა რაოდენობა, ხმოვანთა რაოდენობა დაემთხვეს, ხო სიმეტრიული იყოს ხმოვანთა რაოდენობა ყველა სტრიქონში და სწორედ ამით მიიღწევა ჰარმონია. კიდევ ლიცენზია ვიყოთ გზნეული შუქურთმებით. დიახ. ხარით დამხმარებული ნაზი შუქურთმებით. დიახ. შეიძლება ნაზი შუქურთმა ახალი სიტყვა არის გალაქტიონისეული. შეგვხვდა ჰარმონიის მისაღწევად ლექსში. კი, წამოდեք ის უკვე. ლექსში ლიცენზია გრადაცია და ალტერნატია. დიახ, არის თუ არა ეს გალაქტიონისთვის დამახასიათებელი? შეაძლოს ლექსებში დიახ. შეიძლება იყოს სიტყვებს იგონებს ხოლმე. დიახ. დიახ. და შეგვიძლია ამ სამხერს ხო, არასამ ბევრ ხელს, ბევრ სხვადასხვა ხელს, რითაც შეიძლება ალბათ გალაქტიონის ამოცნობა ყოველთვის. შეგიძლია ჩამოთვალო რა მხატვრულ საშუალებებს იყენებს გალაქტიონი, რომლითაც ამოიცნობა მისი ხელწერა. აი მაგალითად ქირონიკოს წინდაში გავხაზეთ ჩვენ. დიახ. ძირითადად როგორც ვახსენებ. დიახ. ეს სამეჯერში ალტერნატია გალაქტია. დიახ. ლიცენზია. დიახ. ლიცენზია არის ენობრივი ნორმების დაღლება. მადლობა. გრადაცია არის ნაზების გაძლიერებული გამეორება. დიახ. ალტერნატია არის თანხმოვნების რიტმული გამეორება ტარიფში. მადლობა. რა მაგალითები შეამჩნიეთ? მაგალითად გრადაცია იქნება ნეტა ვიმოქარგა და როცა მოქარგა შიგნით მოქარგა. შეიძლება? დიახ. გრადაცია ალტერნატია შიგნით არა ხო? გრადაციის სხვა მაგალითიც თუ შეიძლება? ნებისმიერი გამოკვეთა ვინაც გამოკვეთა სიგნით გამოკვეთა. მადლობთ. ალიტერაციები? ალტერნაციას კი ხო ფრთიან ფასკუნჯი. აჰა. შეიძლება ფრთიანი ფასკუნჯი ფრ თანხმოვნების რიტმული გამეორება. დიახ. უფრო გრადაცია შეამჩნიეთ მეტად. აი ალტერნაციები შეიძლება იყოს დარობს რამდენად. დიახ, დარობს რამდენად. დიახ, მადლობთ. პოეტური ლიცენციის 1-2 მაგალითი თუ შეიძლება? ფრთიანი ფასკუნჯებითა ლიცენზია. დიახ. ალტერნაცია ლიცენზია. დიახ. რატომ არ ღვევს გალაქტიონი ენობრივ ნორმას ამ შემთხვევაში ფრთიან ფასკუნჯებით მაგალითად და რატო არ მყოფს რითმაში ჩაჯდეს და კიდევ მარცვალთა რაოდენობა, ხმოვანთა რაოდენობა დაემთხვეს, ხო სიმეტრიული იყოს ხმოვანთა რაოდენობა ყველა სტრიქონში და სწორედ ამით მიიღწევა ჰარმონია. კიდევ ლიცენზია ვიყოთ გზნეული შუქურთმებით. დიახ. ხარით დამხმარებული ნაზი შუქურთმებით. დიახ. შეიძლება ნაზი შუქურთმა ახალი სიტყვა არის გალაქტიონისეული. ყოველ თიერზე უნდა დაეწერა ლექსი, 6 უარსკვლიანი ტაიპები, ჯვალები რითმა, გრადაციით, 8 ტაიპიანი საავზობი ოქტავები. და მეორე დავალება უნდა ასევე, როგორ დაწერა ამას გალაქტიონი. საინტერესოა. სადეთ მაქსიმალურად დიახ. შედეგი როგორია? და ლექსის ყოველ თიერზე. ყოველ თიერი დგას. სწავლა იწყება იქ, წერეთის გზაზე დგას. ცოდნა იშლება იქ, აქვს ორი შენობა. მე უფრო ნაცდება, დგას ორი შენობა. მე უფრო ნაცდება. ეს იყო ყოველდღიური. აბა, გალაქტიონი როგორ დაწერდა, რა საინტერესოა. თიები თეთრი შუქ, ზარი, ნაზად ლექსი, წერეთის გზაზე შუქ, ილისუნთქვა დგას იქ. ორი თეთრი სახლი, უფრო სუბუქ ნათლად, ორი თუნი სახლი, უფრო მაღლა ნათლად. რა საინტერესოა. ამ დავალებით და შედეგით რა შეიძლება იფიქროთ? ჯერ რო ხოლმე ტექი ლექსებს ვერ წერს და მე ლექს რომ უფრო კარგად ანუ რა არის საჭირო იმისთვის რომ შედევრი შეიქმნას? აი ეს სალექსო საზომები, სიმეტრიის ცოდნა არის თუ არა საკმარისი რომ ხელოვნების ნიმუში შეიქმნას? დიახ, გალაქტიონისეული გზა გოეთე წერდა ფაუსტში, რომ ჟღერს ტრიგლიფი, ჟღერენ სვეტები, თაღი და საკვირველი ტაძარი, თითქოს და ყველაფერი მღერის. ხოლო გალაქტიონმა თქვა, ჟღერს ქვის ჰარმონია, დარობს რამდი დარი. აბა ავაჟღეროთ ახლა მუსიკა.
მოგესალმებით, მიხარია რომ ხედავთ, საინტერესო თემაა და ახლა შევეხოთ მუსიკალური კუთხით ამ ყველაფერს. სიმეტრია ვიცით რომ სრულყოფილებაა, მაგრამ ხელოვნებაში ეს იწყება იქ, სადაც უკვე სრულყოფილება ირღვევა. მუსიკა ზოგადად ხელოვნების ყველაზე გამომსახველობითი დარგია. დამეთანხმებით ალბათ რომ მუსიკა ყველგან და ყველაფერშია, აბსოლუტურად და მე ვფიქრობ რომ მუსიკა არის გრძნობა, ემოცია და ხელით შესახებიც კია, ვფიქრობ. ახლა კი ბატონო, მოусმენთ ამასაც. სიმეტრია მუსიკაში, ხო? მუსიკა არის ჰარმონია, რიტმი, მეტრი, ასევე ინტერვალები და ეს არის განლაგებული სიბრტყეზე, ხო? კომპოზიტორები ქმნიდნენ ნაწარმოებებს, სანოტო ჩანაწერი არსებობს, რომლითაც ეს უნდა დაფიქსირდეს და შექმნეს გენიალურმა კომპოზიტორებმა ბახი, მოცარტი, იცნობთ თქვენ ყველა მათ. ეს არის ჩაწერილი, ანუ კანონზომიერად, რომელსაც ვერ შევეხებით, ვერ შევცვლით და ვერც ხელოვნური ინტელექტი ვერ დააკლებს ვერაფერს მას. ახლა მე მინდა რომ ჯერ პირველ რიგში მოვისმინოთ საგალობელი, წმინდა ოღმერთო, ანუ ქართული ხალხური, კი, მრავალხმიანობა, პოლიფონია, ჩვენი პატრიარქის მიერ შექმნილია ეს, რომელიც სრულდება წირვალ ოცვებზე. მოვისმინოთ ცოტათით. განლაგება. აქ ვერტიკალური სიმეტრია მუსიკალური, იმიტომ ხმები განლაგებულია სამხმიანობა, ხო? მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქართული ფოლკლორი საგალობელია თუ ქართული ხალხური სიმღერა სამხმიანია ძირითადად, მაგრამ არის სხვა შემთხვევებიც. აქ ვერტიკალურ სიმეტრიასთან გვაქვს საქმე, ანუ ხმები განლაგებულია სანოტო ჩანაწერშიც და ყურითაც რომ ვისმეთ, ვერტიკალურად, ხო? იმიტომ და ისე ნაწილდება მონაცვლეობა, ხო, ამ ბგერების გადადის ერთი ხმა, გადმოდის მეორე ხმა სარკისებურად. ინვერსიაც ეს არის ზუსტად, მუსიკაშიც არის ასახული ინვერსია და მოდით ახლა იცით რა ვქნათ, მოვისმინოთ ბახის პრელუდია და ფუგა. ოღონდ პრელუდია ძალიან პატარა მონაკვეთი და გადავიდეთ ფუგაზე. ეს არის იოჰან სებასტიან ბახის პრელუდია და ფუგები, ასე ქვია, კარგად ტემპერირებული კლავირისთვის. ეს არ არის. ფუგა ანუ ასეთი ნაწარმოებია პრელუდია და ფუგა, ებმება ფუგა, პრელუდია დამთავრდა, იწყება ფუგა. მელოდიას მოусმინოთ. შევიდა სხვა ხმა, სარკისებურად და ჰორიზონტალური სიმეტრია გვაქვს აქ. ასე განლაგდა სიბრტყეზე. თემები ხმაურობენ, ერთმანეთს ესაუბრებიან